უნივერსიტეტთა ასოციაციის საბჭოს შეშფოთებას უკვე მოყვა შეფასებები საქართველოში აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ არის განსაკვირი საბჭოსგან მსგავსი ტიპის განცხადებები, თუმცა ხაზს ამავე დროს პარალელურად უსვამენ იმასაც, რომ საბჭოს პრეროგატივა არ არის ქართული ოცნების დატუქსვა და მისი დასჯა, თუმცა როგორ განვითარდება პროცესები, რასაკვირველია ამასთან დაკავშირებითაც დავსვით კითხვა ამბობენ, რომ შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ თუ კი ქართული ოცნება არ შეცვლის გადაწყვეტილებას განათლების რეფორმის ამ ფორმით განხორციელებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაკარგოს. მაგალითად, შეიძლება დაკარგოს წევრობა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საბჭოში და გარდა ამისა, რაც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისათვის და ქვეყნის განათლების სისტემისათვის, მათი განმარტებით საქართველო უფრო მეტად ჩამოშორდება მსგავსი ტიპის დეფორმად წოდებული რეფორმის განხორციელების შედეგად დასავლეთსა და დასავლური განათლების სისტემას. ასეთი ასოციაციების განცხადებები და პოზიცია არის სახიფათო საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემისთვის, იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრედიტაცია ჩვენი უმაღლესების და ზოგადად სისტემის და ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მე გართულდეს აღიარება ჩვენი დიპლომების, ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ სისტემებში, მაგალითად ევროპული კვლევების გრანტების მიღება, ქართულ მეცნიერებს გაუჭირდეთ პარტნიორების პოვნა. ასე გაგრძელდა და მე უნდა ველოდოთ იმას, რომ უკვე ფორმალური რა სტრუქტურებიდან შეიძლება ჩაგვხსნან, მაგალითად გართულდეს ჩვენი ხარისხის ცენტრის აღიარება და ჩვენი ხარისხის ცენტრის მიერ აღიარებული პროგრამების აღიარება სხვაგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 800-ზე მეტ უნივერსიტეტს, არის ყველა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ჩართული, ჩვენც ჩართულები ვართ და ყავს ხოლმე ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ამ ყველაფერზე იქ მსჯელობს მათთან ერთად და ძალიან დიდი წონის ორგანიზაცია, რომელიც თან რას აკეთებს, იცით, სისტემაც აქვს შემუშავებული, რომელიც იკვლევს ზუსტად რა ხდება ამ ქვეყნებში და უნივერსიტეტებში და მე ამ დასკვნების საფუძველზე რაც იდება, უზრუნველყოფილი არის ხოლმე უნივერსიტეტებს შორის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განათლების სფეროში. საბჭო ქართული განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ძალიან არასწორად მიიჩნევს. მათივე ციტირება რომ მოვახდინოთ, ეს პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და უნდა იყოს სხვადასხვა მათ შორის მიმართულებების წარმომადგენლების ჩართულობა უზრუნველყოფილი ამ პროცესში, რაც მათივე განმარტებით არ გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, კრიტიკულად უყურებენ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფციას და ამბობენ, რომ ეს ძალიან ბევრი თვალსაზრისით არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სანამ ქართული დიპლომების აღიარებასა და ზოგადად ქართულ განათლების სისტემას მკვეთრი და მძიმე საფრთხე დაემუქრება ამ განათლების აწუყვე დეფორმად წოდებული რეფორმის პირობებში, მანამდე საბჭო აძლევს თავისუფალ სივრცეს ქართულ ოცნებას უტოვებს იმისთვის, რათა მომდევნო პერიოდში მომავალში იყოს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები ერთობლივი პოზიციების შეჯერებისათვის, რათა მათ კიდევ ერთხელ გასცენ რეკომენდაციები და მიცენ მითითებები, მათ შორის ქართულ განათლების სამინისტროს იმასთან მიმართებით, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მოვლენები მსგავსი ტიპის რეფორმების გატარებისას. ახლა საინტერესოა და მთავარი კითხვაც ის არის, ქართული ოცნება დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას და გადაიხედება თუ არა განათლების დეფორმად წოდებული რეფორმა.